გამარჯვებათ, მოგესალმებით. ჩვენ გახლავართ საქართველოს მოქალაქეები, მე მამუ კამსხილაძე, დასავლეთ სარდლობის ყოფილი ექიმი, კაპიტანი. ეს გახლავთ ჩემი მეუღლე ნათია ლიპარტელიანი, დასავლეთ სარდლობის ყოფილი სამედიცინო პერსონალი, მედდაექტანი საბრძოლო მედიკი. ჩვენ 2022 წელს ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობის გამო დავტოვეთ ჩვენი ოჯახისა და პირადი ჯანმრთელობისა და მაღალი რისკების გამო ქვეყანა და დღეს ვიმყოფებით ემიგრაციაში საფრანგეთში, სადაც დღემდე მიდის ჩვენი პოლიტიკური საქმე. სიტუაცია, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ეს არის კრიტიკული და ძალიან მძიმე. ჩვენ ვიცით, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა ლეგიტიმურად აპირებს დაასრულოს ივანიშვილის არაკანონიერი მმართველობის ფორმა და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ქვეყანა გამოგლიჯოს და გამოგლიჯოთ ხელიდან რუსეთის იმპერიას. კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ ყველას, რომ 4 ოქტომბერს გავერთიანდეთ, ჩვენ ემიგრანტები თქვენს გვერდითა ვართ, რაც შესაძლებლობა არსებობს, მანძილიდან გამომდინარე და სიშორიდან გამომდინარე, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, საქართველოს გვერდით ვართ და 4 ოქტომბერი უნდა იყოს გადამწყვეტი საქართველოს ისტორიაში, რადგან ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საქართველოში კიშკობა, შუღლი, ქართველებს შორის მძიმე მდგომარეობის ჩამოყალიბებული სიტუაცია და ყველაფერი დაალაგდეს, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი დღე. ყველა 4 ოქტომბერს რუსთაველზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ქვეყანა დავიხსნათ იმპერიალისტური რუსეთის კლანჭებიდან და მოვიშოროთ ივანიშვილის მთავრობა მის მარიონეტებთან ერთად. მოუწოდებ ყველა ჩემს ყოფილ თანამშრომელს, ვინც ჯერ კიდევ თავდაცვის სამინისტროში მუშაობს და ვინც აღარ მუშაობს, ადამიანებს, რომლებიც არიან გდდ-ში, ჩემი მეგობრები, მოუწოდებთ, რომ არ აღმართოთ ხელი საქართველოს მოქალაქეებზე, მომიტინგეებზე, მშვიდობიან მომიტინგეებზე, რომლებიც კანონიერად მოითხოვენ ოქტომბერს საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის დამხობას. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, რომ დავდგეთ ერთად და არ შეასრულოთ ისეთი ბრძანება, რომელიც იქნება ქართველი ადამიანის მიმართ არალეგიტიმურად გაცემული და დააზიანებს მის ჯანმრთელობას.